მეგობრებო, ჩემ გამოჩენას ეგეთი დრო და ერთი ადვილი არ არის, ერთი წუთი ისა, განათება არა გვაქვს, განათება. ჯოხი, დამარცად, დამარც. ყველაფერი იქნება. აჰა. ეხლა შემოვარდი სახლში და ვიფიქრე, რომ მოდი მეთქი ნახევარი საათი დრო მაქვს და სულ მოუცლელი ვარ. ხო და მოდი მეთქი ერთი პატარა ვიდეო მაინც ჩავწერე. დაჯერა დივანზე. პალტო. მე ვიდეოს ვერ ავწერ, რა ვიყიდე, რა არ ვიყიდე. პალტო ბაცვია, გრძელია, ანუ მუხს ქვემოთ არის და შიგნიდან კაბარომაც შემოვედი და ბარემ არ გავიხადე სპეციალურად. ხო და ბროში აკლია და ეგ ვერ მოვახერხე, დრო არა მაქვს ხალხი. დრო. ეს კიდე კაბა მოკლია და გვერდში შეხსნილი. ანუ, კაი გამახარე კაბა არა. ხო და ეს ერთ-ერთი იმ კაბათაგანია. მე ჩავიცმევ ღია ფერის თეთრი რომ აქვს და მე იმას გაჩვენეთ, მაგრამ ეხლა მთავარი ის არის, რომ გავედი სპეციალურად ეს კამი ხო მეჯავრება, ხო იცით? გავედი სპეციალურად, არაფერი საქმე არ მაქვს, ყველაფერი დაკეტილია, მარტო ბარია ღია და იმიტომ რომ უბრალოდ გავსულიყავი და ყავა დავლია რა თქმა უნდა, მაგრამ მივხვდი რომ არ მეყოყავა. გამარჯობა ხო გითხარით რა ვიცი. არ მეყოყავა და ვიფიქრე რომ მოდი მეორესაც დავლევ მეთქი იქ. მე ვთქვი არა წავალ და მეორეს ჩემ მეგობრებთან ერთად დავლევ მეთქი. აქ ადგა ცოტათი გამოვაჩენ ყირამალა არის, საბუთები, ექიმების რაღაცეები მოკლედ გეტყვით რა თუ გაინტერესებთ და. ხო და ეხლა ვადუღებ ყავას. არ გამომიცვლე როგორც შემოვედი ჯერ ყავა დავადგი. ხარშავ. ნეტა მართლა არ გადაიხარშოთ. წავალ ყავას მოვიტან და მოვალ. ნეტა ეს შარფი ხარ გავიკეთე. ჯერ კი მცხელა, მაგრამ მე შეიძლება შემცირდეს, იმიტომ რომ გაცმობა არ არის ჩართული. დავაპაუზებ ადვილი. მოუჩლა ხუნდით მე და ჩემი ყავა. ეხლა ხო, ფინჯანი დაიცადეთ, რას ვეძებიცით. ამას. არც მახსოვს როდის ვიყიდე, არ გამიხსნია. ეს კამი უნდა სხვა მომეტანა, მაგრამ ჯანდაბას. დაჯერა დასკამდი, ხო ვთქვა. ხალხებო, ჯერ როგორ ახართ? მტვრიანი თუ იყოს ეს და დაინახოთ რომ მტვრიანია, არ განსაჯოთ, იმიტომ რომ ერთი კვირა სახლში არ ყოფილვართ, რაც ჩამოვედით, აი ზემოდან რაღაცეებს ვაკეთებ, რომ სარეცხი ეხლა მაქვს და დასაკეცი ორი მანქანა სარეცხი კიდე. ხო და აი რო იტყვენ მოფუცული სახლი, აი რო ზემოდან რაღაცეებს იმაშვები და ძირფესვიანი დალაგება არ ეღიცა, იმიტომ რომ ეხლა შაბათსაც არ იყო დამხმარე და მომავალ შაბათს მოვა. აი ეხლა ამ კვირისაც რა. და მეშვენება მერე. განა იმიტომ რომ მეზარებაც ადრე როგორ ვთქვა, 1-2 კვირის წინაც სახლში მაინც შემეძლო რამდენიმე ნაბიჯი გადამედგა ჯოხის გარეშე. და რაბე გამეკეთებინა რა და ეხლა საერთოდ უჯოხოთ ნაბიჯს ვეღარ ვდგა. ამ მუხლის გამო რა. იმედია რომ მალე დამიძახებენ ოპერაციაზე და იმედია რომ მალე იქნება რამე. ხო და ეს ფინჯანი, ხო იცით, მეორე ფინჯანი სად არისო? არა, ეს ლამბაქია. ისეთი ყავა მოვადუღე. ეს ყავა არ მქონდა გახსნილი. არის, აიცათ, ლელას გამოგზავნილი, რა ქვია მაგას? მონარქი. ჯაკობს მონარქი. და არ მქონდა გახსნილი, რაც ისე დაფქული ყავები რომ გამომიგზავნეს საქართველოდან, იმას ვსვავდი. და ეს იყო და რო წავედით იქა ჩრდილოეთში. გავიყოლე რომ სახში კი არ ვსვათ ხოლმე იქ ყავას, იმიტომ რომ დღეში ორჯერ მაინც გავდივართ ბარში, ხო და მაინც გავიყოლე იქნება და დამჭირდეს მეთქი და მართლაც დამჭირდა. ერთი სახალხო არ გავსულვართ და
მოვიდუღე, ვაიმე ისეთი გემრიელია და ეხლა ეგ სუნი აქ მარტო რავი როგორი რა. ჩემი ისა ჯეილობა გამახსენდა, ანუ საქართველოში ყოფნობა. საყურეები ახალი მიკეთია, შეამჩნიეთ თუ ვერ ამჩნევთ, 2 წყვილი ვიყიდე. მე რო იქ წავალ, იქა. სადაც დავდივართ დასასვენებლად. ხო იცით, იქ არის ბარში დიდ კომერციული ცენტრში არის ბარი. ინოჩეტე გაიტყლაჭება ხოლმე, იქ გაიჭიმება, გაბწყენდება გაზეთის საკითხად და მე კიდე რა ვაკეთო, არ მიყვარს საზოგადოებრივ ადგილებში ტელეფონში ძრობიანი და რამე და მე კიდე იქვე გვერდზე არის ოქროვის მაღაზია და წავძვრები ხოლმე იქა. წავძვერი იქ. ამ წავძვერიში ინოჩენტემ უცებ თავში დაარტყა, რომ მანქანამ რაღაცა აანთოვო და არ იქაო მექანიკი უნდა ვნახოთო და მე იმ დროს ავარ, რომ ვათვალიერებ საყურეებს და წავდი ჩქარა მას ბარში გოგო მუშაობს ბრაზილიელი და იმან მიასწავლა სადღაცა მექანიკა და წავდი მე ვთხარ საყურეები უნდა ვიყიდოთ. წავდი და საყურეები არა ისო. გამოვედით მე ვთხარ მანქანაში ვჩავჯექი რომ ამას არ გაპატიებ და არასდროს არ დავივიწყებ მეთქიც. მე ვთხარ არასდროს აი ბევრჯერ წამოგაძახებ მეთქი რომ საყურეები გამაგდებინე და გამომიყვანე და ესა არ მაყიდინე თქო და ჯერ ხმა არ გამწა. წავედით იმ მექანიკთან ერთი დაკეტილი დაგხვდა მეორე ვიპოვეთ ეს ის ახალი წლების ის დღე 2 იანვარი იყო. ხო და ისა დამიბედია, აი ეხლა მოვედი გონზე რომ დამეკვება. ხო და რომ მორჩით ეს არაფერი არ იყო, რა ვიცი რა, აი რაღაცა კომპიუტერში აერთეს უთხრა რაც იყო რა. ხო და წამოვედით იქიდან და ისა მითხრა შენ რა გაგიძლებს ეხლაო და წავედით ისევო და წავედით ისევ იქ წამომიყვანა და ჯერ ერთს ვაპირებდი და მე ხო იცი ისა გამყიდველი კარგი რო შეგხვდება და რო შეგაბავს რა აი ერთ თუ იყიდი და მე მეორეს და ფასდაკლებ გაქვს და თან ჩვენი კარტა გაქვს და ესა გაქვს და ისა გაქვს და ფასდაკლება არაფერი არ იყო 5%-იანი ფასდაკლება არაფერი არ იყო და მოკლედ და კონკრეტულად 2 წყვილი ვიყიდე მეორესაც გაჩვენებთ ეხლა თუ ახლოშია გაჩვენებთ და კი ახლოშია ოქრო არ არის ვერცხლია მოოქროვილი ეს აღირდა ეს რომელიც ეს მოდაშია ხო იცით იყო მოდაში რა ვიცი გავიდა თუ არა და ესა ეს თექის რაღაც ჩასადებია რომელსაც პროფუმა აქვს რა როგორ გითხრათ ხო და ვერცხლია მოოქროვილი რა ვიცი ადამიანს გაძლევს 1-2 წელი ძლებს ხოლმე რა და ოქროს ყიდვა საერთოდ აღარ ვაპირებ არაფერი ოქროს ყიდვას ვაპირებდი მინდოდა მაგრამ აღარ ვაპირებ იმიტომ რომ რა ვიცი ხალხო რაც მინდა რა ჯანდაბათ მინდა აი ეგეთ რაღაცებს ვიყიდი გულს გავიხარებ და ოქროები რამდენი ხარ დავიცოცხლობეც არ ვიცი და რა არ მინდა რა მოკლედ ისე რაღაცები მინდა და ოქროებს თავს დავანებებ ხო და თავს დავანებებ და თან იცით რა არის დაიცათ ახლა გეტყვი რომ დავფიქრდე ამ წელში გასულ წელში რამდენი ფული წავიდა ექიმებში ანალიზებში გამოკვლევებში ჩემი და მაგისი ორივე ჩემი უფრო მეტი რა თქმა უნდა შაბათს კიდე აქ ნემსი გავიკეთე ის 400 ევროიანი 2 ამპულა 2 შპრიცი რო 400 евро ღირდა ერთი ხო დამრჩა და რომელიც კაი მუხლი იყო იმაში გავიკეთე მეთქი ეს 200 евро რაღაცე გავაუქმო ვის მივცე ერთი ცალი და მოდი გამიკეთე ამ მუხს მაინც მეთქი დატანჯვა აქ გამიკეთა და ის ნემსის გაკეთება კიდე 50 евро გადავიხადე ხო და ეს ორი საყურე ვიყიდე ეს რომელიც მიკეთია გონი 47 евро ღირდა და ეს მეორე კიდე ხო შემიშველი 23 евро თუ რაღაცა მოკლედ რა ვიცი არ ვიცი ხო რანაირად უნდა გაჩვენოთ რომ გამოჩნდეს როგორ აკეთებენ ხოლმე ოქროები ოქროს გამყიდველები აი ესეთია ლამაზია ესეთ ჯერ ეს მინდოდა მარტო ამის საერთოდ არ ვაპირებდი და გადამეკიდე ის ქალო მოიზომეო გაიკეთე მეთქი შეიძლება რომ ძირითადად არ გასინჯებენ და ეთყობა იმასე უნდა და გაყიდვა და კიო მოიცავ ისა მეც რომ გაგიკეთებო და რო გამიკეთა ინოჩეტე მითხრანა ეს ძალიან გიხდება ესო ხო მეთქი ორივეს ვიყიდი ხო და ეგრე რა მაინც დავიკვებე ესე იგი ეგრე გამოვიდა
ხო და ეს ეგრე ეს და ესა მოგახსენეთ ეს ამბავი მე ხო იქიდან ისე არ წამოვალ ხოლმე რომ რამე არ ვიყიდო არ შეიძლება ეხლა ყავას მოვყლუპავ და გავაგზავნე ვაიმე რა კარგია ეს მართლა კარგია დაფქული ყავაც ხო გამომიგზავნა დაიცა ვინა და იმან ნათია და ვერომ პაზელკა მომდის ხალხო ფიქრიას გამოგზავნილია ფიქრიას ფიქრია მიგზავნის საქართველოდან ფიქრია კი დაბრუნდა საბერძნეთში მაგრამ საქართველოდან და მე მგონი რომ ეხლა ხუჩაბაც უნდა ჩამოვიდეს ასე ველოდებით ასე რომ საქართველოდან ნობათი მომდის აი და მაინც არ ვიცი რა არის მაგრამ ნობათი მომდის ხო და თქვენთან ერთად გავხსნი რა თქმა უნდა კომენტარებში რაღაც კომენტარები ხო არის ხოლმე რომ უნდა ვუპასუხო და არ მახსოვს ეხლა თუ რამე იყო საპასუხო და თუ ნემს თუ მეკითხებით ხოლმე არ მინდა ხოლმე რომ თქვა იმიტომ რომ ექიმის გარეშე ამას ვერ გაიკეთებთ და ექიმი თვითონ გეტყვით ყველა ექიმს თავისი ის აქვს იალურონის მჟავაზე მაგ საუბარი ხო ეგ არ ვიცი პენსია რამდენი გაქო თუ არ არის საიდუმლო იცით რატო არ არის მიღებული არ არის მაგაზე ალბათ საუბარი იმიტომ რომ არ ეკითხებიან ადამიანს რამდენი გაქვს ფული და რა გაქვს ჯიბეში და ნუ რაღაცნაირად ის ამგონია ჩემ ქმარს რამდენი აქვს კარგი პენსია აქვს ნორმალური არა უშავრა რა ორი ადამიანი კარგად ავართ იმიტომ რომ სახლი რო ქირა არა გაქვს გადასახდელი არა და უკვე დიდი შეღავათია იმიტომ რომ ადამიანები ვინც ქირას იხდიან ეს არის კატასტროფა ეხლა მით უმეტეს ალბათ აი ამ ჩვენ პატარა ქალაქში 500 ევროზე ნაკლები უკვე არ იქნება თუ რამე სორო არ არის მიწისპირა რაღაცა რა ჩვენ პირდაპირ ორი კორპუსში ორი ბინა გაყიდულა არ ვიცოდი დაბლა ხილბოსტანი რო იყო იყიდება ეგ ლოკალი და წუხელი რო ჩენტე იძახის რომ ადამიანს რო ეს აქონდესო სურვილიო იყიდი და მაგას გადატიხრავდაო და ორი გარაჟი გამოვიდო და ერთს გავაქირავებდი ვითომ თავის ცელაპარაკობდა რა ერთს გავაქირავებდიო ერთ ჩემთვისო და ეხლა ვიკითხე ფასი და 85 მეტრი კვადრია და ღირს 160,000 евро ხო და თუ რამე აქტივობას არ აპირებ ადამიანმა რომ რაღაცა ისეთი მაგდენი ფულის გადახდა ნამდვილად გიჟობა მგონია ну ეგ ისე რა საქმეს მოყვა და ну ისე ინფორმაცია მოგაწოდეთ ბინები რო გაიყიდა ნინოს მეუბნებოდი ჩამოდი იყიდე მეთქი იაფად გაიყიდა ეგ ბინები იმიტომ რომ ბინა კორპუსი არის ძველი ორსართულიანი კორპუსია პატარა ძველი კორპუსია და ძველი ბინები საერთოდ გასარემონტებელიაო ამბობენ, არ ვიცი, მე რა ყოფილი ვარ და როგორ ვთქვა? არ ვიცი რა ღირდა 80,000, 85, ეგრე რა არ ვიცი, მოკლედ. ისე ჩვენ ქალაქში მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ქალაქია და დიდი არაფერი არ არის, ბინები ძალიან ძვირია. მიუხედავად კიდე იმისა, რომ ზღვის ნაპირა ქალაქი არ არის არაფერი, მაინც ძვირია. არ ვიცი რატო, მე მაგას ვერ ავხვდები. მდიდრები არიან ეს აკაურები და ну, ძირითადად მიწათმოქმედებაა გარშემო ზეთის ხილები და ეგეთი. ხო და არ ვიცი რატო, მაგრამ ბინებია ძვირი. ეგეც მორჩი. ისა, სულ ერთ თემას ხო არ ავიღებ. ხო, ერთ თემაზე ახლა გამახსენდა ისა რამდენიმე ის მან დამწერა რომ ლამაზი თითები გაქო. ლამაზი თითები ადრე მქონდა ხალხო ადრე ახალგაზრდა რო ვიყავ ჯეილი რო ვიყავი და გოგო რო ვიყავი წვრილი თითები მქონდა მიუხედავად იმისა რომ ფუფულა ვიყავი თითები და ფეხი წვრილი მქონდა და თითებიც წვრილი მქონდა ეხლა აღარაფერი ხო და რაზე გამახსენდა იცით ეხლა მე ბოლო ხანებში ძალიან თვალს ვადევნებ ცისკარიძეს ნიკოლაი ცისკარიძეს ხო და ძალიან ჭკვიანი ადამიანია ძალიან მომწონს ბევრ რამეში თანხმად რა მაქვს აზრები და ძალიან განათლებული ადამიანია მე ვფიქრობ
საკმაოდ კი არა და კარგად და აზროვნება აქვს ძალიან რაციონალური და ძალიან ბევრ რამეზე საღი. ხო და რაზე მომეწონა იცით რა გამეცინა პირდაპირ გუშინ რომ პატარ-პატარა ინტერვიუებს ავხვდები ხოლმე რაღაც შორტ ვიდეოებია რა ვიცი რო ასკროლავ რა არ ვიცი თქვენ თუ უყურებთ თუ არა ხო და გუშინ კითხეს რომ ადამიანებს თუ გააქვსო რაღაცა ისეთიო რომ ადამიანებს ახარისხებო რის მიხედვითო რას აქცევ ყურადღებას რომ ადამიანს რომ დაინახაო სიტყვაზე რამ შეიძლებაო რომ უკური აქცია მოგცესო ჩაცმულობაო რა არა უთხრა ხელებსო და ეს არის ჩემი ბავშვობიდან ოღონდ მართლა ბავშვობიდან ალბათ სადღაც 12 წლის ასაკიდან რომ ყურადღებას ვაქცევ ხელებს ანუ ხელის მტევანს თითებს და ხელის მტევანს თუ ხელები არ მომეწონა ადამიანისა არ არსებობს ის ადამიანი მომეწონოს არ ვიცი რატო და მაგან იგივე თქვა რა ვაქცევო ძალიან ბევრი რამის თქმა შეუძლია ხელებსო ადამიანზეო ხო და ბევრი ინფორმაციას მიიღებო ხელებიდანო და აი ეხლა მივხვდი რომ ჩემთვის მაგალითად ხო ამბობენ სულის სარკეთვალები არასოდეს ჩემთვის სულის სარკეთვალები არ არის იმიტომ რომ მე ვერასოდეს ვერ ავკითხულობ თვალებიდან ადამიანი იმიტომ რომ შეიძლება ისეთ რაღაცა სიბრაზე მოდიოდეს მაგრამ არ იყოს ის ადამიანი ისეთი შეიძლება ისეთი თბილი მზერა ქონდეს მაგრამ იგეთი არის მე ვერ ავკითხულობ თვალები ხო და აი ხელები მაგალითად ძალიან ბევრ რამეს მეტყველებს ადამიანის ცხოვრებაზე თუნდაც ცხოვრების სტილზე, პირობებზე, რა ვიცი, ბევრ რამეზე რა. ხო და ჩემთვის ეგ აღმოჩენა იყო, რომ მარტო მე არა ვარ ეგრე. ეხლა ვინ ემზადებით ხვალეშობა, რა თქმა უნდა, ვინც მარხვაზე იყო, მანანა მოგიკითხავ. მანანას თავს ვადევნებ, ვიცი რომ გაციებულია, გრიპი აქვს. ბევრ ბლოგერებს გადავხედი ამ ბოლო ხანებში ბევრმა ძალიან ნერვები მომიშალა. ნერვები მერაზე მომიშალა, მაგრამ ხო, ერთი რა არიცით. ჩემთან რამდენიმე ხშირად, მაგრამ ამ ბოლო ხანებში ახლები ვინც შემომესწრნენ, რამდენიმე კომენტარს წავაწყდი, რომ მიწერენ, რომ როგორი ბუნებრივი ხარ თუ გულახდილი ხარ თუ ეგეთი რაღაცა. ეხლა უყურე რა ხდება. ჩემი მაყურებელი არის ჩემი ასაკისა დაახლოებით, ცოტა პატარა და ჩემზე უფროსი. აქედან გამომდინარე, ჩემი მაყურებელი არის ჭკვიანი. ჩემი მაყურებელი არის უკვე დაბრძნილი. ჩემი მაყურებელი არის, როგორ გითხრათ, გამოცდილი, რო აქ აი დაგროვებული გამოცდილება და დაგროვილი, როგორ ვთქვა, რავი როგორც არის. ხო და თამაში, ტინგიცი, ტყლარჭვა, მოტყუება, სიყალბე, მაშინვე დამიჭერს და დამინახ. ჯერ ერთი არა ვარ ეგეთი პერსონა, ნამდვილად არა ვარ ეგ ადამიანი, რომ როდისმე რამე მეთამაშოს, მეკეკლუცოს, ან ის მინდოდეს წარმოვარჩინო, რაც არა ვარ. არა ვარ ასეთი, მაგრამ ეხლა მით უმეტეს არ შეიძლება, რომ ჩემ მაყურებელს რამე ვატყუო. ელემენტარული თუნდაც. ხო და აი ვისაც აყავს ახალგაზრდა მოზარდი ჩამოუყალიბებელი ჯერ რო გაურკვეული არა აქ ესეთი მაყურებელი ისინი ძალიან თამაშობენ ბლოგერები რა ძალიან თამაშობენ და გონიათ რომ ბუნებრივები არიან და ყოველთვის ხას უსვავე რომ ბუნებრივია არა ადამიანს არ აქვს ჭირდება იმის ხაზის გასმა რომ იცით რა მე ვარ გულახდილი იცით რა მე ვარ არა ისედაც ჩააგს ეგ ამბავი და აი მე მაგალითად ყოველთვის ვფიქრობ რომ პატარა ახალგაზრდები, თინეიჯერები რო უყურებენ რაღაცა ისეთს არ არის რაც კარგი, რაც არ არის დადებითი, რაც არ არის მორალური. მორალი კარგი რამეა ისე რო იცოდეთ თქვენ, ეგ არ არის კომუნისტური გადმონაშთი, არა ადამიანურია მორალი, რომელსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება და უნდა როგორ ვთქვა, შევინარჩუნოთ. ხო და აი ეს ახალგაზრდა ჩამოუყალიბებელი ჯერ ადამიანები გოგო ბიჭები თუ როგორ დავარქვა არ ვიცი მოზარდე თაობა რო უყურებს რაღაცას ისეთი რაც არ არის მოსაწონი და ისე აწუდი შეფუთულს რომ უნდა მოეწონოს ხო ძალიან ცუდი რამეა იმიტომ რომ იმას უმახი მჯდება
ხედვა ცხოვრების მიმართ იმას უმახინჯდება მცდარი იმას რაც კარგია ის არ უნდა აღარ მოწონს, რაც მცდარია ის მოწონს და მისაღებია და განსაკუთრებით ახლა აი პირდაპირ ისეთი მტკივნეულია ჩემთვის. მე რა, ჩემი შვილები არ არიან, მაგრამ იმას რომ აწვდიან ევროპა რა არის, თუნდაც საქართველოს, თუნდაც სხვა ქვეყნებს როგორც არის საქართველო და უხატავ ევროპის მითს, ანუ ის მითი რომ ევროპა არის ყველაფერი კარგი, ევროპა არის თავისუფლება, ევროპა არის ფული, ევროპა არის სიმდიდრე, ეგრე არ არის. შეიძლება ეხა ბევრმა მე მათრიოს, შეიძლება მე გამომიხტნენ და რამე ისეთი მითხრან, მაგრამ ეგ შეგიძლიათ მითხრათ, რომ მე საქართველოში არაფერი არ მესმის და არაფერი არ გამეგება. ჯერ ერთი ძალიან კარგად გამეგება. ეხლა ნელა-ნელა გადავდივარ იმაზე, რაც არ მინდა რომ გადავიდე, მაგრამ მაინც იქით მივდივარ. აი, ეხლა რომ გამოსვლებია, მე მაგას ძალიან დიდ პატივს ვცემ, იმიტომ რომ ადამიანებს რო უნდათ როგორ ვთქვა, განახლება, იმიტომ რომ ეგ სისტემა ჯერ თავიდანვე არ იყო და ეხლა კიდე ხო საერთოდ ჩალპა, მაგრამ იმის თქმა მინდა რომ აი ეს რო სურვილი რო არის, მაგრამ ეს სურვილი განახლებისა უნდა იყოს იცით რა, რომ ის კი არა რომ მინდა რომ ვინმეს მივეკედლო, არა, ის უნდა იყოს რომ მე მინდა რომ ვიყო მე. ანუ ის უნდა მოითხოვოს ადამიანმა რომ იყოს სამუშაო, იყოს განვითარება, იყოს იმ ჩემი ქვეყნის აღორძინება. პატარა ქვეყანაა ხალხო საქართველო და რესურსი იმდენი არის, რომ შეუძლია რომ იყოს და დამოუკიდებლად იარსებოს, რომ არ მიეტმასნოს არავის. გქონდეს თავისი ღირებულებები, აიღოს თავისი რაც არის ქართული ღირებულებები, მიიღოს ის რაც კარგია ევროპიდან, რა თქმა უნდა. მაგრამ ეხლა მე იმდენ სიყალბეს ვხედავ, რასაც ვუყურებ, ის რომ იაფარულავა გასართობად დაბრძანდება, ჯერ ავჭამო ვისადილო მე იქ ხალხი დღე და ღამე დგა კარში, წვიმაში, სიცივეში, გოგო ბიჭები ახალგაზრდები და მართლა რაღაც იდეის გულისთვის, მართლა რაღაცა მიზანი აქვს, მართლა რაღაცა მომავლის იმედისთვის როგორ იმედი აქვს და იმ კარგი მომავლისთვის დგანენ და ეს რომ გასართობად იქ მიდის, იმიტომ რომ სტორი გადაიღოს და დაადოს, იმიტომ რომ ვიღაცაზე არ ამჯერა. ის რომ სალომე ზურაბიშვილს საქართველოსთვის რამე კარგი უნდა არ ამჯერა. გაეშვით ხალხო, თქვენ მოითხოვეთ თქვენ რადგან გაეშვით სალომე ზურაბიშვილს ადამიანმა ვაიმე, ეხლა მე არ ვიცნობ ეხლა ვინ არის პრეზიდენტი, ვინ დააყენეს და ვინ აირჩიეს და არ ვიცი ეგო ისა რა ქვია დიპლომი, ხო, უმაღლესი განათლება არა აქო. დაიცადეთ და ზურაბიშვილმა საერთოდ ქართული არ იცის, მაგრამ ტარსუგრად. არც ის არ ვიცი, არც იტალიის პრეზიდენტს ჯორჯა მელონის არა აქვს უმაღლესი განათლება, არა აქვს ინსტიტუტი დამთავრებული, ჩვეულებრივი ტექნიკუმის დიპლომით არის, მაგრამ რის თქმა მინდა იცი, არ ვიცი მე ახალი არ ვიცნობ, კიდევ ამბობ, არ ვიცნობ, მე არავის არ ვიცავ და არავის მხარეს არა ვარ. მე ვარ აი ამ გულანთებული, ვინც მართლა გააზრებულად და არა იმიტომ რომ წამხდურობით და რაღაცა, ვისაც მართლა გააზრებულად უნდა უკეთესობა ქვეყნისთვის, თავისთვის, მომავალი თაობისთვის. აი მაგას მე ძალიან მივესალმები და აი რა ვიცი, მე რო შემეძლოს მეც იქ ვიქნებოდი, მაგრამ რის თქმა მინდა იცი, აი ეს ყალბი რაღაცა ფსევდო პატრიოტები და ფსევდო საქართველოს ზურაბიშვილმა თქვაო რომ სიღრმისეულად ვესაუბრეო ტრამპსო და ვისო ილონ მარკსო თუ ვისაო ჯერ ეგ ეშმაკეული ხო და საქართველოს მეგობარი არისო ტრამპიო სიღრმისეულად ვესაუბრე და ავხსენიო მდგომარეობა რომელი სიღრმისეულად კალიდორში რაღაცა იმის მიღების ბალაფუშეთის კალიდორში რომ ისა რა ქვია მაგას 2 წუთი გამარჯობა უთხრეს ეგ ხალხო რო დაეტაკა ტრამპს იმ რაღაც მიღებაზე და რო ეჯაჯგურებოდა რომ ხელი ჩამოერთვა და ის კიდე იმას არ ყოფდა გარშემო ხალხი ისეთი ცუდი მზერით უყურებ შემრცხვა აი მე რა მარცხენ და ინუჩენტეს ვეუბნე მე რა მარცხენს მეთქი მაგრამ
მე შემცხვა რომ ეს სალომე ზურაბიშვილი ეგრე ებღაუჭებოდა იმას ტრამპისთვის როგორმე რომ ხელი ჩამოერთვა. ეს კამიდან წამოხდა, ეჯაჯგურებოდა რომ მოეხედები და აქეთ რომ მომხედეო რომ ხელი ჩამოართვა, რომ იგი იმიტომ რომ მე ჩამოსულიყო საქართველოში და ქულები დაეწერა რომ აი მე მივესალმე და მე ხელი ჩამორდა სიღრმისეულად აუხსენიო. ეგეთი რამეები არ ამწამს. არ ამჯერა. არც სალომე ზურაბიშვილის არ ამჯერა. არც ფარულავასნაირი მედღე როგორ თქვა, მედღე ხვალიე ყვარყვარეების არ ამჯერა. მე მჯერა აი იმ ახალგაზრდებისა, იმ ახალი სისხლია საჭირო. მეტყვით ეხლა რომ შენ არაფერი არ გესმისო. კარგი ბატონო, არაფერი არ მესმის საქართველოსი, მე არაფერი არ ვიცი. გეთანხმებით, არ შემოგედავებით, მაგრამ ის რომ ევროპისა ვიცი სხვათა შორის შაბათს ექიმმა იცოდა საქართველოს ამბები, იმიტომ რომ ამ კვირეებში ყოველდღე თუ არა დღე გამოშვებით მაინც ახალი ამბები გადმოსცემს და იცოდა ამბები და მკითხა რომ რა ხდება ესო თქვენთან. ხო და მე მაინც მიუხედავად იმისა რომ აღფრთოვანებული არა ვარ მაგ კუთხით რომ გაიცნო საქართველოს სიტყვაზე რომ ყველაფერი გაყალბებულია და რომ რუსეთს მიწებება უნდათ და რომ ეგეთი რამეები არ მინდა რომ მაგ კუთხით გაიცნონ, მაგრამ ნუ მაინც რაღაცა მესიამოვნება რომ იციან და ესმით და რაღაცა გაიგეს რომ საქართველო არსებობს ამ ქვეყნიერებას. თორე ადრე თავიდან რომ ჩამოვედი და იცით რამდენს რომ ვეტყოდ სადან ხარ და ჯორჯია რომ ვეტყვი, უი ამერიკიდან ახარ, ამერიკიდან ვარ. და ყოველთვის ასოცირდებოდა რუსეთთან. თქვენ რუსეთი ხართ? არა ვართ რუსეთი. ეხლა ნელა იგებენ. ხო და ამ ევროპისა, კიდევ ამბობ ევროპისა მე არ ვიცი, აი ამ იტალიაში ვარ და თელიანი იტალიისაც შეიძლება კოჭლობით გითხრათ, მაგრამ ნუ მაინც. კიდევ იმეორებ, ის რომ ზოგიერთი ხატავს მონსტრია ევროპა და ყველაფერი გარყვნილება და არის შევაქალი და კაცი ეგრე არ არის. ეგრე არ არის. აი გუშინ წინ პირდაღებული დავრჩი ტელევიზორში გამოაცხადეს, ორი ბიჭი გეი წყვილი მიდიოდა ქუჩაში, რომი, არ ვამბობ ჩემი ქალაქი, რომი. მეტი როგორ იყა ევროპა? 4-5 ჰომოფობები იყვნენ, არევასებოდათ გეები, რა იყვნენ, რა ისე სცემეს, ერთი ძალიან მძიმედ არის. ისე სცემეს, რომ რა გითხრათ. ის რომ ყოველდღე ქალს აკლავენ, გუშინაც მოკლა ქმარმა და მერე თავი მოიკლა. იარაღი ჰქონდა, ჯერ ცოლს ესროლა, ცოლი რუმინელი იყო. ის რომ ყოველდღე ცოლებს აკხოცავენ. ყოველდღე თუ არა დღე ჩაგდებით მაინც. ფემიციდიო არის, არ ვიცი თუ ევროპის სხვა ქვეყნებში მე მგონი ეგრე არ არის. არ ვიცი, ვერ გეტყვით. მაგრამ გერმანიაში მგონია ეგრე არ არის. აი ნინო გვეტყვის, ხო და ყოველდღე ეგეთი რამეები არ არის კარგი ევროპაში. რა თქმა უნდა, არსად არ არის ეს კარგი ამბავი. ძალიან ბევრ ქალს ხოცავენ ცოლებს, ქმრები, ცოლებს. ასაკიანები ხალხო 60, 70, 80 წლის კაცები, არ ვიცი რა ეშმაკი ბატონობს. მე ვფიქრობ რომ ეშმაკი ბატონობს და აცტუნებს რომ უბიძგებს თუ არ არის ეს ნორმალური ამბავი, ხო? ადამიანები კი რო ცილდებიან ვერ იტანს მამაკაცის ფსიქიკა, აქაური მამაკაცები არიან ძალიან სუსტები. ხო და ვერ იტანს და ეთყობა გამოუვალი მდგომარეობაში ვარდება თუ რა ხდება. ვერ ვიგებ, ვერ ავხსნი, მაგრამ ფაქტად არჩება. ის რომ ესახდება, რა თქმა უნდა, არ არის კარგი და მისაბაძი. ის რომ რა ქვია, ასასირავი უფედურება და ნუ აღარ მინდა ბევრი ცუდ რამეებზე საუბარი. ეგ არ არის კარგი ევროპა. ის რომ აკეთებენ მონსტრი და აი ევროპაში ესე და ევროპა ჩამყაყებული არ არის. აქ დაძმობაც იციან, ბიძაშვილობაც იციან. შეიძლება მოხდეს უფრო ადრე ალბათ რომ ბიძაშვილები ერთმანეთში ქორწილდებოდნენ, ერთი გვარისები ეხლაც აქორწილდებიან. მაგრამ ნუ ეგ ამათ რელიგიასთან თავისუფლებაა და მაგიტომ. მაგრამ ის რომ მასე თქვა რომ ჩამყაყებულია, მასე არ არის. ძალიან ბევრი ოჯახის ვალორე როგორ არის? ფასდება ძალიან წყვილი და ოჯახი და სიწმინდები ყველაფერი არის.
ძალიან კარგია ის, რომ სახელმწიფო ცდილობს, რომ დაეხმაროს გაჭირვებულებს. ძალიან კარგია ის, რომ მეტნაკლებად უზრუნველყოფილია ყველა. არ არის მასე, რომ ყველა მდიდარი იყოს და ძალიან ბევრი გაჭირვებულია, ძალიან ბევრია ქირით და დაბალი პენსიით, ყველაფერი, მაგრამ რა შედარებაა საქართველოსთან, ხო? ეგეთი რამე ძალიან კარგია. ყველა მედალს ორი მხარე ხო აქვს, არა? არ შეიძლება თქვა, რომ არა, მარტო ის მინდა, არა, იმიტომ ამბობ, რომ საქართველოს აქვს ისეთი ღირებულებები, ისეთი ღირებულებები შეიძლება რომ არც ერთ ერს არ ქონდეს ეგენი, აი არც ერთ ერს და ეგ ღირებულებები არ უნდა დაიკარგოს არც ევროპის გამო, არც არაფრის გულისთვის, იმიტომ რომ თუ არა გაქვს ადამიანური ღირებულებები, ეს კარგი სიტყვაა ძალიან, ადამიანური ღირებულებები, თუ არა გაქვს ადამიანს, ხო? არა ხარ ადამიანი მაშინ. მაშინ რაზე საუბრობთ? ინსტინქტის დონეზე თუ უნდა იცხოვრო, თუ გონება და ეს არ უნდა ზნეობა არ უნდა გქონდეს, მაშინ ხო აღარ ხარ ადამიანი. აი ლომებს აქვთ, მონოგამია, ერთი ცოლი ყავთ, მე მგონი მთელი სიცოცხლე არ ვიცი. ხო და მოკლედ ძალიან ბევრი რამეზე მინდოდა თქვენთან საუბარი, ჩემი აზრის დაფიქსირება, რა თქმა უნდა. ვიცი რომ მომდგება ზოგი და ვიცი რომ გამოხტება და ეხლა ერთ სიტყვას რო იტყვი სიტყვაზე რო ვთქვი რომ იმას დიპლომიანი რა ქვია მაგას დიპლომი ლაურეატს ქართულად უმაღლესი განათლება არ აქვს. ეხლა ზოგი უცბად ძალიან ჩაციკლული წვრილი აზროვნება ძალიან მეჯავრება ადამიანისა. უნდა გახსნა, ფართოდ უნდა იაზროვნოთ ადამიანებმა, ვიაზროვნოთ. რატო იცი, უცებ ერთი სიტყვას დაიჭერს ვიღაცა და ეხა დამიწერს, შენ გეტყობა რომ ქოცი ხარ. ხალხო, ქოცები მანდა ყავთ 12 წელი. და მე 16 წელია, მე 17 დაიწყო აქავარ. ანუ თვალით არ მინახია ეგ მთავრობა მე. არც ხმამი მიცია, არ წინააღმდეგი წავსულა, არ თვალით არ მინახია. ნაცი ხარო რომ მომახტების ეხლა ვიღაცა რომ დამიწერს რომ შენ გეტყობა რომ ნაცი ხარო და ვინაო ფაშა ვიღაცა ყავდა თუ კახეთში არ ვიცი ვინა აი კახელებსაც ხო გადავარა ხო და ეგეც ძალიან დიდი სისულელე იქნება ჩემთვის იმიტომ რომ არასოდეს არ ვყოფილი ვარ არც ნაცი არც მიშას მოტრფიალე და საერთოდ ვთვლი რომ არავისი მოტრფიალე არ უნდა იყო არც იმის გამსახურდიას მოტრფიალები რო იყვნენ არც ის არ არის ჩემთვის მისაღები არავისი გაფეტიშება და ცადაყვანა არ შეიძლება არ არის ეგ სწორი იმიტომ რომ უნდა იყოს მთავრობა არ უნდა ეთაყვანებოდე ან მოგწონს ან არ მოგწონს ან ემხრობი მაგ ხას რასაც ატარებს ეგ მთავრობა ან არ ემხრობი წინააღმდეგი ხარ მაგრამ ის რომ ბრმად რამეს ეთაყვანო ან ბრმად რამე გეჯავრებოდეს ძალიან დიდი უტვინობა პირდაპირ ვამბობ არ მეშინია მაგ სიტყვისა ყველა იმ ადამიანს ვინც აფანატებს ვინმეზე მსახიობებზე ისე რომ აი აკანკალებთ და ბღავი ჩემთვის არიან უტვინოები აღარ მინდა უფრო კიდე მძიმე სიტყვები მოვიხმარიო იმიტომ რომ არ არის ეგ ნორმალური შეიძლება ყავდეს მისაბაძი პიროვნება ვინმე მოგწონდეს და იმას მიბაძო რაღაც ისიც ვისაც ბაძავ ყველაფერი კარგი არავის არ აქვს ან ყველაფერი ცუდი არავის არ აქვს ისე რომ ან ვინმეს მიწასთან გასწორება რომ არ ვარგა და ან კიდე აღზევება რომ ძალიან კარგია არ არის სწორი მიდგომა საღათ უნდა ვიმსჯელოთ საღათ მე ვთვლიას მე შეიძლება ეხლა ჩემი გადმოსახედიდან და ჩემი გავლილი ცხოვრებიდან ვამბობ ასე უფრო ადვილია ჩემთვის ამის თქმა და ახალგაზრდები რა თქმა უნდა მე მესმის ახალგაზრდებისა ეგ სხვა რამეა ის რომ სისხლი გიდუხს ის რომ გულანთებული ხარ ის რომ მიზანი გაქვს და იმისკენ მიიბრძვი ეგ არის ძალიან მაგარი რამე ეგ არის ყველაზე კარგი რამე რაც უნდა გაიარო ცხოვრებაში ყველაზე კარგი მართლა გეუბნებით ის რო გაქვს მიზანი, ის რო რაღაცა უკეთესი გინდა, ის რო მზათა ხარ რო აი ყველაფერი გააკეთო და არაფერი არ დაზოგო შენ პიროვნებაში და ყველაფერი მისცე იმ მიზნის მისაღწევად, ხო? ეგ ყველაზე კარგი გრძნობაა და ყველაზე კარგი პერიოდია, რაც კი ცხოვრებაში უნდა გაიაროს ადამიანმა. იმიტომ რომ ეგაც გამოვლილი მაქვს მე არ დამავიწყდება სენსაცია, როდესაც
2 წელი ვაბარებდი, მუშაობდი ვოლგოგრადში და ვაბარებდი ხო ინსტიტუტში, სამედიცინო და ვიჭრებოდი ახლა რაზე იყო საუბარი. ხო და 2 წლის მერე უკვე ვთქვი რომ აღარ შემიძლია მეთქი რა, ვეღარ ვიმუშავებ ნეიროპათოლოგიურში სანიტრად და აღარ მინდა მე-3 წელი მუშაობა და აღარ მინდა სამედიცინო და წავედი და ჩავაბარე გორხოზი ერქვა, როგორც პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რა ვიცი, ეხლა მგონი აკადემიაო ამბობენ, ტექნიკური ინსტიტუტში, უნივერსიტეტში ჩავაბარე და ისიც, ანუ ისე იყო, რომ დრო აღარ იყო, გამოცდები ზაფხულში ხო ჩავიჭერი სამედიცინოზე და მერე იყო დარჩენილიღა, იყო შესაძლებლობა, რომ 1 წელი აღარ მემუშავა, დარჩენილი იყო შესაძლებლობა, რომ ჩამებარებინა მოსამზადებელ კურსებზე, სადაც გამოცდები იყო, აღარ მახსოვს ნოემბერში. არა 1 დეკემბერს დაიწყო სწავლა. მოკლედ აღარ მახსოვს შემოდგომაზე იყო რა გამოცდები და გავარებე ყველაფერს თავი და ჩავაბარე იმ ტექნიკურ უნივერსიტეტში. 1 წელი იყო მოსამზადებელი ერქვა, მოსამზადებელი კურსი ერქვა და 1 წლის მერე თუ ჩვეულებრივ დავდიოდით ლექციებზე ინსტიტუტში, ჩვეულებრივ მასწავლებლები ყავდა და თუ 1 წლის მერე გამოცდებს ჩააბარებდი და კარგი ნიშნები გქონდა, ავტომატურად გადადიოდი პირველ კურსზე. ანუ გამოცდებს აღარ აბარებდი ინსტიტუტში. ხო და რა თქმა უნდა მე გადასარევად დავხურე, იმიტომ რომ მთელი, რა ვიცი, სკოლის პერიოდში 4-5 წელი მემზადებოდი მათემატიკაში, კარგად ვიცოდი ექსაგნები და იმის თქვა მინდა რომ მოვიდა ზაფხული და ეს ზაფხული იმდენად ამაქვს გამჯდარი, რომ უნდა გამოცდებს ჩააბარო და უნდა მეცადინაობდა დღე და ღამე ასწორებ და დედაჩემი ერთი თვით ადრე ჩამოდიოდა, რომ მე არაფერი არ გამეკეთებინა და მარტო მე მეცადინა და მოკლედ, ხო და მოვიდა ზაფხული, დავხურე ეს მოსამზადებელი კურსი, ავტომატურად გადავედი და თუ კარგი ქულები გქონდა და ეკონომიურზე დამშვეს, მინდოდა რა ეკონომი, ხა იყო იქ რაღაც სხვა, ყველა ქართველი ბიჭები იყვნენ ავტო საინჟინროზე. ჩემი ძმაც, აიცა? რაღაცა იყო რა მოკლედ. ავტოსაინჟინროს ეძახდნენ, მაგრამ მე მგონი ის იყო ფაკულტეტს ერქვა საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მშენებლობა. აი ეგ. ჩემი იყო კიდე სამშენებლო ეკონომიკა. ხო და მოკლედ რომ მოვიდა ეს ზაფხული, მე სტუდენტი ვარ, ყველა დარბის და გამოცდებს აბარებს, ჩემ გარშემო ვინც არიან, ქართველები სამედიცინოზე აბარებდნენ და მიყურებს მე ერთი ისა იქ სამედიცინო დამთავრებული თამუნა. ხო და ის შეგრძნება დავაფიქსირე, რომ მე გამოცდები არ მაქვს, მიზანი არ მაქვს. ანუ უკვე ინსტიტუტში ვარ, ან ჩავაბარე და მიზანი არ მაქვს. ისეთი ცუდი შეგრძნება იყო. აი ეხლა იტყვით რომ გიჟი ხარო და ეგ როგორ შეიძლება, მაგრამ გეფიცებით ხალხო, ეს რომ რაღაცა დამეცა რომ მე მიზანი იყო ის რომ ინსტიტუტში იმდენად ძლიერი იყო ის მიზანი, იმიტომ რომ არ გქონდა ფული, წავედი რუსეთში, იმიტომ რომ საქართველოში რომ ჩამებარებინა 1000-ები არ გქონდა ჩვენ რომ ფულით ჩამებარებინა ის რომ შენი ცოდნით ვერ გახვიდოდი და მართლა ის უნდა ყოფილიყავი რომ ვუნდერკინდი და ალბათ არ ვიყავი ეგეც რა ვიცი მე, ხო და ისა და აღმოჩნდა რომ მე სტუდენტი ვარ, არაფერი აღარ მაქვს მიზანი, ახლა უნდა ვისწავლო ეს რავია 4-5 წელი და ისეთი ცუდი შეგრძნება იყო, რომ რაღაცა სიცარიელე რომ დაგჭა, რომ არ იცი რა რისკენ მიდიხარ. მომდევნო ეტაპი უკვე აღარ ვიცოდი რა იყო, მისაღწევი რა იყო. არადა როდესაც გაქვს მიზანი, როდესაც იქითკენ მიიწევ. აი მე ახლა მესმის კარგად ხოლმე თამსვლელებისა. ძალიან ჩემი ქმარი მაგალითად არ ესმის, იცახის რომ მე ესენი გიჟები მგონია და რა უნდათ, მაგრამ მე მესმის ვიხსენები ჩემ თავს და მესმის თამსვლელის, აი ჟილკა არ ვიცი ქართულად კიდე რა ქვია მაგას, ის რომ უნდა რომ იქავიდეს. იქ რო ავა, შეიძლება მაგარი იმედგაცრუება ქონდეს, ერთი მხრივ არის სიხარული, რომ მიაღწიერაც კიდოდა და მეორე მხრივ არის რაღაცა ამიტომ გჭირდება მე კიდე რაღაცა მეორე მიზანი. ხო
ხო და ეხლა იცით როგორ ვცხოვრობ? ერთი დღე გადავედი მეორე დღეზე. დღევანდელი დღე ჩავიდა მეორე დღეზე. ამიტომ ვამბობ, რომ ეს ახალგაზრდები ყველაზე კარგ პერიოდს გადიან, როდესაც მიდიან რაიმე მიზნისკენ. ეგ ძალიან კარგი პერიოდია ცხოვრებისა. მე შემიძლია ცივიც ავსვაყავად, ხელიც არ არის პრობლემა. ასე რომ ჩემო კარგებო, არ ვიცი მე რამდენად მინდოდა, რაც მინდოდა გადმომეცა და მესაუბრა და ან რამე მეთქვა თქვენთან მომეტანა, არ ვიცი რამდენად გამოვიდა. რაც შეეხება ვერ მოვდივარ და ვერ ავწერ ვიდეოებს, იმიტომ რომ რა ვიცი, დრო არ მაქვს. აი ხა უყურე, ვინმე დამიჯერებს, ალბათ არავინ არ დამიჯერებთ, მაგრამ დილით გვიან დგები. ჩვენი პირველი ისა ფრეგატურა, არ ვიცი როგორ გითხრათ. ეგ არის რომ ფრეგატურა რა არის? მოკლედ რომ გვიან ვდგებით. გვიან ვიძინებთ, გვიან დგებით. რო ავდგებით. მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ქმარს უყურადღებოთ არ ატოვებს. მე არა ვარ ის ქალი, რომ გინდა ჭამე, გინდა არ ჭამ, გინდა დაჩაიცვი, გინდა დაიხურე. არა, ზედვადგევარ მე ჩემ ქმარს, არ ვაკლებ ყურადღებას, თუ რა თქმა უნდა ფეხზე დგომა შემიძლია და თუ არა ვწევარ. თუ არა და ასევე არის ეგეც ყურადღებას ცდილობს, რომ არ მომაკლოს ყოველ შემთხვევაში. ხო და დგები ვუმზადებ საუზმეს, საუზმე რა არის? ჩაი არ არის. ხო, ხან ჩაის, როცა კუჭი აქვს ხოლმე აფეთქებული, მაშინ ჩაი თუ არა და რძე ყავით, რძეს ყავის გარეშე არ მიიწმეს, იმიტომ რომ არ ვიყავს. ხო და ვუმზადებ საუზმეს. რო დავსვავ, დავაბინავებ, რომ გავუმზადე საუზმე და მე ახარა ვარ საჭირო, ისე ვავწები ლოგინში. ეს ჩვევა მაქვს ესეთი, ისე უნდა გამოვიშუშო 1.5 საათი. მე ვდგები. ნუ ეგ მე ჯერ მაგას ეკუთვნის აბანო და მოითავებს თავის თავს ყოველდღე პირს გაპასო ხო უნდა. ხო და ყველაფერს რომ მოწესრიგდება, მე რაღა მე მეკუთვნის აბანო, იმიტომ რომ მე უნდა მოწესრიგდე და მე გამოვასუფთავ. რის თქმა მინდა. დრო წავიდა უკვე, მოვიდა შუადღე. ხო უნდა გავიდე, პატარა რაღაცა ვიყიდო, ან თუ არ ვიყიდო, ხო უნდა გავიდე. გავდივარ, მოვდივარ, უკვე სადილია. ეხლა უკვე სადილის დრო არის. მოვა სადაც არის. ხო და სადილი რო ჩაივლის, ჩავლილი არ არის კარგად, სადილი რო წაწოლილები ვართ უკვე, ნუ მე ვცდილობ ხოლმე არ დავიძინო, ინოჩენტე ყოველ დღე წაუძინებს 1 საათი, საათნახევარი მაინც. ავდგებით 4-ზე 4-ს რო რაღაცა აკლია და ჰაერში ვემზადებით, ჩავეყრებით მანქანაში და მივდივართ სასეირნოდ. მოვდივართ, ცოტა დრო მაქვს რაღაცა რომ მოვდგე რაღაცა და ბახშა მიმოდის. მე ხო ვამზადებ ყველაფერს. ხო, და მაგიტო გეუბნებით რომ დრო არა მაქვს. თან ახლა ჩემი მოქმედება ძალიან შენელებულია, ადრე რაზეც მჭირდებოდა სიტყვაზე 5 წუთი, ახლა მჭირდება 15 და 20. ხო და მაგიტო ვერ ავწერ ვიდეოებს, თორე დღეში ახლა ერთი ვიდეო კი შემეძლო რომ დამედო ხოლმე. 2 დღეში ერთხელ მაინც, მაგრამ არა მაქვს დრო. და ძალიან გვიან მერე უკვე მეც აღარ მინდა, მერე ვახშმის მერე მეც მინდა ხოლმე ჩემთვის კომპიუტერთან რაღაცა ჩემი იმას გასართობებს უყურო და ასე შემდეგ. ხო და რის თქმა მინდა. ეხლა რაღაცა მინდოდა და ისევ გამომივარ და თავიდან იმისი არ იყოს. ხო, მზადებაზე, როგორ არა. მე ხო ვამზადებ ყველაფერს, ჩვენ ოჯახში არის სადილი პირველი და მეორე, პირველი რა თქმა უნდა მაკარონი, მე მაკარონს ხო აღარ მივირთმევ, მაგრამ ნუ ინოჩენტეს ხო უნდა. ხო და ვახშამსაც ვამზადებ და ეხლა იქ რო ვიყავით, ხო? ერთ საღამო ვიყავით მარტო რესტორანში, ხო გითხარით ახალ წლის საღამო და დანარჩენი სახლში ვიყავით, იმიტომ რომ რესტორანი მე ვერა ვნახე თავისუფალი ახლო-მახლოში და ეხლა რომ საწავშულიყავით მეორე ქალაქებში, ნამდვილად აღარ რა ვიცი რა, ძალიან ისე ვიყავით. ხო და რა იყო? წავედით მაშინ საყიდლებზე რომ ჩავედით, წავედით საყიდლებზე რაღაცები ავიღოთ, ნუ ხილი ხო გინდა სახში რაღაცა და ინოჩენტეს უთხარი, მე რაღაცას ვწონიდი კიტრს თუ რაღაცას და ინოჩენტეს უთხარი, მანდ მეთქი მზა დიდი ისეთი მაცივარია, ღია, ხო და მანდ მეთქი მზა ისინია ძუპას რა ქვია, მზა საჭმელები არის მეთქი და აბა შეხედე თუ რამე გინდა. ხო
ხო და ინოჩენტემ რა ვიცი ეძება და ორი ისა ერთი იყო ლობიო და პასტა და მეორე იყო კიდე რაღაცა სოფლის გლეხის მინესტრაო გლეხის ბოსტნეუ ხო და აი ხო ეგორი აბოცადოთ ჩვენ ხო არასდროს მზასაჭმელს არ აქვთ ისეთი კარგი იყო ესე იგი ერთი დღე გავაცხელი გავხსენი ეს ლობიო მეთქი ნეტარა ისეთი გემრიელი იყო მე მოვკვდე თუ ჩემზე კარგად არ იყო შენელებული ხო და გავხსენი გავაცხელე და მივართვი ლობიო ცოტა იყო ერთი და ცოტა ნუ მე ძალიან ცოტა შემხვდა ხო და მეორე ეს ბოსტნეული ორი პორცია იყო ყველანაირი ბოსტნეული რაღაცა ისეთი ჩვენებურად აჯაფსანდალი რო დაუძახოთ ეგ ხო და ის ბრინჯი მოვხარშე და ეს გავხსენი გავაცხელე და ბრინჯი აურიე ისეთი კარგად მიირთვა სადილი და მეორე დღეს ვახშამიც ხო და ძალიან მეთქი აი ადამიანები რატო არ აკეთებენ სახლში საჭმელს აი მეუთხარი რატო არ აკეთებენ იყიდიან რაღაცას მზას გახსნიან გააცხელებენ მიკროში თუ ღგაზე ცოდათქინ და შიგვე შეჭამენ იმ პლასტმასში თებშიც არ არის გასარეცხი თქო ხო და ეხლა გუშინ საღამოთი სეირნობიდან რომ მოვედით მეოთხარი ხვალე დაკეტილია ყველაფერი და წამოდი მეთქი დიდი სუპერმარკეტი რო არის ეს ჩვენი დაკეტილი იყო იქ შევედით და მე სუში მინდა დღეს მასალა ვიყიდე ისა ნორის ფურცლები ეგ არა მქონდა ხო და ისა ნუ რაღაცები ვიყიდეთ რა ჩემთვის უშაქრო რაღაც პეჩენია და ხორცი რავი რაღაცები რა და ინოჯენტე გაიწია სადაც ისინი დევს მზასაჭმელები და ერთი აიღო ორი ცალი ავიღეთ ტრენტინოს ბოსტნეულის ნაკრები მზად არის უკვე მზად და იმით არის რაღაც პერლოვკით თუ რაღაცით და მეორე რა აიღო არც მეორეც რაღაც აღარ მახსოვს ესა ვცადოთო იმდენად ამასაც მოეწონა ხო და მეოთხარი იყოს მეთქი ერთი შაბათს გავაკეთოთ რომ შაბათს რო ეს დამლაგებელი უნდა მოვიდეს დამხმარი ჩემი გოგო ესა დრო არა მაქვს ხოლმე რომ რამე გავაკეთო რა ხო და გავხსნი მაგას მეოთხარი გავათმობ შაბათს სადილი გექნება და მეორეც რომელიმე დღეს მეთქი გამოვიყენოთ და კარგიო ხო და ვიყიდეთ მოგვეწონა ეხლა ნელა უნდა დავიწყო ამ მზა რაღაცების გასინჯვა და აბა ვნახოთ ერთი როგორ იქნება აჰა ჩვენ ინოჩენტე მე კი ნუ მეც ეხლა დიდათ ეხლა უფრო ცოტა ჯანსაღს რო ვაწვევი აღარ არ შევჭამ არც არა დიდათ არ ვიყავი ადრე ფასტ ფუდების მომხმარებელი სიტყვაზე თუ ძალიან გამიჭირდებოდა არ ვჭამდი მაკდონალდსებს და რაღაცებს იმიტომ მიუხედავად იმისა რომ ქართველები ხუჩაბაც რო გავდიოდით ხოლმე დასვენებაზე ჭამენ რა ეხლა თუნდაც იმიტომ რომ დაჯდეს რაღაცა მაგრამ მე არა ვარ დიდათ ისა ხო და ინოჩენტე აბაბაბაბა თუ გინდა ერთი კვირა აშიმშილე არ შეჭამს მაკდონალდსის და ეგეთ რაღაცებს არ შეჭამს არა ხო და ეხლა ვეუბნები რომ კივისის ბურგერი მინდა მეთქი საიდან მოიგონე ხო და მე კიდე მართლა მინდა იცით რატო ბარში აი კივისისში უფრო დავდიოდი ხოლმე მაკისა არ მიყვარს ხო და კივისის ბურგერს აქ არ ვიცი საქართველოში მე რა გემო აქვს მაგრამ აქ ქალაქ ბარში რომ დავდიოდით წვადის გემო ქონდა არ ვიცი რატო თვითონ იმას კატლეტს რა რამე შებოლში გამოატარეს რა არის არ ვიცი მაგრამ წვადის გემო აქვს ხო და ეხლა ეს კივისი აქ სავაჭრო ცენტრში ჩვენ გვერდზე ქალაქში გაუხსნიათ კარგახანია რა გოგოებმა მითხრეს რომ შაშამ გახსნეს უფრო რა ვიცი მოკლედ რა ფაქტია რომ არ იყო ხო და ერთი დღე უნდა წავიდე მანდ ეხლა ვერა იმიტომ რომ გუში რომ მივდიოდით ხო ხალხო რიგია მანქანებისა კილომეტრები იქითკენ ჩასახვევი სადაც სავაჭრო ცენტრია ეხლა არის ფასდაკლებები დღეს არის ბეფანა აქ არის დღეს ბეფანას დღესასწაული ხვალინდელ შობას გილოცავთ მაგრამ იქნება ხვალიც მოვიდე 2 იანვარს არ მოვედი სპეციალურად არ მოვედი, არ დაგენახეთ ვიდეო არ დავდე, იმიტომ რომ არ დაგებედეთ მე ავადმყოფი, იმიტომ რომ ჩვენთან იტყოდნენ ხოლმე რომ 2 იანვარსო პირველად დილით რო გაიხედავო და ვისაც დაინახავო,
ისე დაგებედებაო. ნუ ეგ ყველაფერი ხო სრულწმენებია, მაგრამ მაინც ხო ვაქცევთ ყურადღებას და ისა და ვეძებდით ხოლმე ისა მდიდარი დაინახო, ვინმე ფულიანი დაინახეო და მე ერთხელ დავინახე ჩემი მეზობელი და არც ფული არ ეკლდა ქალი, არც ფული არ ეკლდა, მაგრამ მეოთხარი უიმე მეთქი მედილას ის დავინახე. რა გინდაო, კაცო, კაჟივით ქალია ჯამთელიო. ხოდა კარგია დაგებედებაო, ჯამთელობა ამ წელშიო. ხო და მე კიდე აორში სპეციალურად არ მოვედი, არც პირადში არავისთვის არ მიმილოცია, არავის არ დავებედე მე, არც დაგენახეთ და არც არაფერი, იმიტომ რომ რა თმინდა არავის არ გისურვებთ ჩემნაირად ყოფნას. არავის. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, კარგად ყოფნას, რა თქმა უნდა მატერიალურად კარგად ყოფნასაც ჯანმრთელობის მერე. იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ მე მაგას რომ ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ ჯანმრთელობის გარეშე ყველაფერი არაფრად იქცევა. დამიჯერეთ რომ ეგრეა. იმიტომ რომ დამიჯერეთ სიტყვაზე არ გამოსცადოთ, მერთმა არ გამოგაცდებინოთ, უბრალოდ მე დამიჯერეთ. იმიტომ რომ როდესაც ჯანმრთელობა მე ძალით ჩემ თავს ვამხნევებ, ძალით ავართ, ჩემი ახლა იქ ჩრდილოეთში წასვლა. დღეში ორჯერ სასეირნოდ გასვლა, ბარში ვსხდებოდი დილას საღამო. იმიტომ რომ სხვა რა უნდა გააკეთო ცივა, კაი ამიდები დაგონთხვა. ჯოხით გავდიოდი, დავხანხვალებდი, მაგრამ მაინც გავდიოდი და ძალიან კარგი ბარი აღმოვაჩინეთ, რომელშიც არასდროს არ დავდიოდით ადრე და რატო არ დავდიოდით არ ვიცი, მეგონა მარტო სანაყინე, არა და ძალიან მაღალი რანგის ბარი აღმოჩნდა. ისეთ ცხელ ჩაის ართმევდნენ, ინოჩენდე მიირთმევდა ცხელ ჩაის და მოგვართმევთ, არ უკვეთავდით, მაგრამ მოქონდათ დამწხრები, პატარ-პატარა დამწხრები ჩაის მოყვებოდა. მოკლედ ძალიან კარგი ისა იყო ნაირ-ნაირი ყავები, წიწაკიანი, ამნაირი, იმითი, ამითი, ყველაფრით. ძენძეროთი, ჯანჯაფილიანი, რა ქვია იმას, ყავისფერი რო არის კიდე, კარიცა. დარიჩინიანი და ნაირ-ნაირი და ყველაფერი იყო ძალიან კარგი ატმოსფერო გადასარევი. აი ვიდეო სადაც ჩავწერე, ეგ იყო გარეთ მაგის კუთხემა, შიგნით ვისხედით ხოლმე. თბილოდა და ყოველ დილას აღამო უკვე კარგად გვიცნობდნენ რომ მივიდოდით ხოლმე და საღამოთი მიირთმევდა ჩაის დილით ყავას. ხო და მოკლედ და კონკრეტულად მაინც გავდიოდი. დავდიოდი, ვსეირნობდი, ყლაპავდი წამლებს, რა თქმა უნდა, გამაყუჩებლებს, მაგრამ მაინც არ ვეპოვები ამ ცხოვრებას და ასე მოგიწოდებთ ხოლმე თქვენ. იმიტომ რომ რამდენიც დაუწვევი, ბებიაჩემ, დედაჩემის ბებია, მთელაველმა ბებო მიცოდა ხოლმე თქვა. ავადმყოფო, იჯდა ხოლმე სულ კეტივით, 39 ქონდა სიცხე, ვერ იჯდა. დაწე ბაბო, დაწე ვეტყოდით ხოლმე, დაწე კი ქალო ადამიანი არა ხარ, დაწე კი ლოგიში. არაო, რო დაწვევიო, ავადმყოფობა უფრო დაგაწვებაო. ხო და მეც კეტივით ავარ. დედაჩემი იყო ასეთი და ვცდილობ რომ დედაჩემივით ვიყო. ვიდგე კეტივით. წავედი ხალხო, კოცნით ყველას გეფერებით, ყველას გეხვევით. არ ვიცი, ვისაც არ მოგწონთ კიდე და ნუ მიყურებთ, ნუ გადაახტით, გაიარეთ, რა ვიცი, როგორც გინდათ, რა თქვენი საქმისა თქვენიც, რა ჩემი დარიგება გინდათ. წავედი ხოლმე, დავდგავ მაკერონის წყალს, ჩემთვის ახლა სუშის გადავახვე, ვაიმე ფიქრი, ფიქრიას ბრალია მე რომ სუშიზე შევჯექი. ძალიან მინდა. თან ორაგული ვიყიდე, შეფუთული არა. ანუ ასაწონი რო იყიდება ძალიან მაღალი ხარისხისა, რავი კილო რა ყიდა რა ვიცი. კილო კი არ ვიყიდე, ცოტა ვიყიდე 200 გრამი. ხო და ინოჩეტეს მაკერონის მოუხარშავ და მე ხორცი ექნება და მე კიდე მექნება სუში და მუჟუჟი გავყინე, წუხელ გუშინ გამოვიღე, გავალხვე და მუჟუჟიცა მაქვს. აი ეგ. ასე დავიყენე ჩემ დღეს დღესასწაულებს როგორც მინდა. პირველი წელი იყო ამ 16 წლის განმავლობაში, რომ მე გოზინაყი არ მაქვს. ანუ არ გავაკეთე. ჯერის რო არ მეჭმევა ტკბილი და მეორეც კიდე არ ვიყავით სახლში და არ მქონდა მაგისი რავი რა. ნუ ასე რომ ტრადიციები დავარღვე ამ წელში. ეხლა ჩემი ადგომა ცოტა იცით როგორ არის რო ავდგები, მუხლი უნდა გასწორდეს. ანუ ჩავდგეს და მე უკვე ადვილია. წავედი ხალხო კიდევ ერთხელ.
ხვალინდელ დღეს გილოცავთ შობას, მართავ და ნამდვილ მართლმადიდებლურ შობას და იშვას ქრისტე და სიყვარული ჩვენში. ძალიან მაგარი რამეა თუ გიყვარს ხალხი და ადამიანები, დამიჯერეთ, იმიტომ რომ როდესაც გძულს ადამიანები, იტანჯები, განასხვასავნებ რამეს, არა, შენ თავს. დამიჯერეთ, ეგეც დამიჯერეთ. თუ არ გინდათ დამიჯერეთ. წავედი, აბა ხედა აბახო.